ალბანეთის პოლიციამ წყლის ჭავლით რამდენი გაზი და ეგრეთ წოდებული წიწაკის სპრეი გამოიყენა ტირანაში შეკრებილ მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც უკვე თვეზე მეტია უწყლოდ აპროტესტებენ ადრიატიკის სანაპიროზე დონალდ ტრამპის სიცოცხლესთან დაკავშირებულ სადავო სამშენებლო პროექტს. დემონსტრანტთა ნაწილი ქვეყნის პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა და შეეცადა პიკეტირებით შეეშალა ხელი დეპუტატებისთვის, რათა მათ არ მისცემოდათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება. სპეციალური დანიშნულების რაზმმა მათი უკან დახევას სადაგასაც შეტაკებები და რამდენიმე მოქალაქის დაკავება მოჰყვა. ალბანური მედიის ცნობით არიან დაშავებულები როგორც მომიტინგეებს, ისე სამართალ დამცავებს შორის. მოქალაქეთა მოთხოვნას შეწყდეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პროექტის რეალიზება და გაუქმდეს ხელშეკრულება ალბანეთის ხელისუფლება კატეგორიული უარით პასუხობს, რის გამოც ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ედი რამას გადადგომისკენ მოუწოდებენ. გასულ თვეში ევრონიუსთან საუბრისას მან განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეთა ქმედებები გამოწვეულია ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ომით, რომლის ფარგლებშიც ვრცელდება ცრუ და ანტისემიტური ნარატივი, რაშიც როგორც ამბობს, გარემტვრობლი ძალები არიან ჩართული. ალბანური ხელისუფლების მტკიცებით ადრიატიკის ზღვის სანაპიროს განვითარება ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, რადგან ყოფილი კომუნისტური წყობის სახელმწიფო ახლა ცდილობს პოზიციონირდეს როგორც ელიტური ტურისტული მემართულება და მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. მიუხედავად ამ ამბიციებისა, ბრიუსელიდან ტირანას მოუწოდეს გადახედონ სამშენებლო პროექტის ხელშეკრულებას და დაუყოვნებლივ უზრუნველყოთ გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მორგება ევრობლოკის წესებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბანეთი გააფრთხილეს, რომ ეს შეაფერხებს მათ ევროინტეგრაციას.